კარჩხანა ბოსტნეულის გარნირით. დაგჭირდება კარჩხანა, იგივე დორადო 1 ცალი. ახალი მწვანე კომბოსტო 1 თავი. ხახვიც 1 თავი. ნიახურის ძირები 60 გრამი. 1 ცალი ლაიმი. როზმარინი 2 ღერო, ზეითუნის ზეთი 100 მილილიტრი. მარილი და პილპილი გემოვნებით. ეხლა მოვამზადებთ ზღვის კარჩხანას, იგივე დორადოს გრილზე ბოსტნეულთან ერთად. აქ მაქვს კომბოსტო, ნიახურის ძირები, ძალიან არომატული ბაზილიკი და ცოცხალი როზმარინი. პირველ რიგში მინდა რომ დავბრაწო ზეითუნის ზეთთან ერთად, აი ამ გახურებულ გრილზე კომბოსტო და ნიახურის ძირები. გავჭრათ შუაზე ჯერ. ჩემი აზრით თევზი და ბოსტნეული ერთად, ეს არის ყველაზე ჯანსაღი კომბინაცია, რომელიც კი შეიძლება მიირთვათ. ძალიან სწრაფად ითვისებს ორგანიზმი თანაც ამ ვიტამინებს, სწრაფად ინელებს. გადაუსვათ ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა. კარგად გადაუსვათ ისე რომ ლამაზად დაიბრაწოს კომბოსტო. მარილი, გრილზეც წაუსვათ ცხიმი. ზუსტად იგივენაირად დავბრაწოთ ნიახურის ძირები. 4 ცალი. ზეთი. შევამოწმოთ. ბოსტნეული, ანუ ამ შემთხვევაში კომბოსტო, როდესაც გრილზე ამზადებ, გარედან კარგად დაიბრაწება, შიგნითაც ოდნავ მოითურქება, მაგრამ ძირითადად ვიტამინები დარჩება ცოცხალი. არომატიც ბევრად უფრო ძლიერი ექნება და კიდევ უფრო სასარგებლო გამოვა. უკვე იბრაწება კარგად. დავიწყოთ უკვე თევზის გაგემრიელება. გადმოვიტანოთ გასუფთავებული თევზი, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. მარილი, თევზი თანაც შეიცავს ყველაზე საჭირო ვიტამინებს, D ვიტამინს, ბევრ ფოსფორს, იოდს, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დამჭირდება ცოცხალი ბაზილიკი, რომლის სეზონიც არის ეხლა, ყველაზე არომატული არის ზუსტად აი ამ პერიოდში, მხოლოდ ფოთლები. ჩავდოთ შიგნით, ამოვტენოთ თევზი. კომბოსტო მზად არის უკვე. ეს ცოტა ხანი დავტოვოთ, კიდევ უფრო მინდა რომ დაიბრაწოს. და ცოცხალი როზმარინი. მხოლოდ 1 ტოტი. ლაიმი, სპეციალურად ავარჩიე ლაიმი. ლიმონით ძირითადად ყოველთვის ვჭამთ ხოლმე თევზს, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული ყოფილიყო აი ეს არომატი, რომელიც გაუჯდება თვითონ თევზს. უკვე ისეთი არომატი აქვს, რომ ვფიქრობ, რომ საუკეთესო თევზის კერძი იქნება ეს. ცოტა ცხიმიც დავუმატოთ. ნიახურის ძირებიც მზად არის უკვე. აი ლამაზად დაიბრაცა. გადავუსვათ ცხიმი კიდევ ერთხელ გრილს. ცხიმი რაც შეიძლება ბევრი მოვასხათ, რომ კარგად დაიბრაწოს კანი. და გადმოვიტანოთ თევზი გრილზე. აქ მაქვს ხახვი, 1 თავი, რომელსაც შუაზე გავჭრი. დავბრაწევ გრილზე, თანაც გაუჯდება თევზსაც, ხახვის არომატი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იქნება.
დაახლოებით 10 წუთი დაჭირდება თევზს, რომ შეიწვას, 5 წუთი ერთ მხარეს და 5 წუთი მეორე მხარეს. როგორც კი შიგნით ხორცი შეიცვლის ფერს და უფრო თეთრი გახდება, ესე იგი მზად არის. შეგიძლიათ ეს თევზი ბოსტნეულთან ერთად მოამზადოთ ტაფაზეც, მაგრამ გრილზე ბევრად უფრო გემრიელი გამოდის. დავტოვოთ ცოტა ხანი. ამოვატრიალოთ უკვე ხახვი. აი როგორ ლამაზად დაიბრაცა, ამიტომ მიყვარს გრილი. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი გამოდის და თანაც ძალიან გემრიელი. ეხლა ფრთხილად ამოვატრიალოთ თევზი. კარგად დაიბრაცა, კანი არის ძალიან ხრაშუნა, ოქროსფერი. აი ესე უნდა მოამზადო თევზი. თევზი უკვე შეიწვა, ლაიმის არომატსაც გრძნობ. ხახვი დაიბრაცა. გრილი შეგვიძლია გამოვთოთ. გავალამაზოთ თეფში, რომ აქ ჩვენ ლამაზად მერე უნდა გავასერვიროთ და შეგვიძლია უკვე რომ თევზი გადმოვიტანოთ. ხილად ჯერ ერთი მხარე, რომ ეს სილამაზე არ დაგვეშალოს. დავუდოთ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ლაიმიც. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე გემრიელი, ჯამრთელი და განსაკუთრებული მეთოდი და რეცეპტი, როგორ მოამზადო თევზი. დორადო, იგივე ზღვის კარჩხანა გრილზე. მზად არის.